6 მცირეწლოვანი დაძმა ცეცხლში ცოცხლად დაწვას და ფერფლად ქცევა სასწაულებრივად გადაურჩა. შვილები გადამირჩინე უფალო. დედის განწირული კივილის ხმა ზეცას წუდებოდა. სახლი მთლიანად დაიწვა. 6 მცირეწლოვანი ბავშვი ტანსაცმლის გარეშე ღია ცის ქვეშ დარჩა. 3 წლის ტყუპები ლევანი და დავითი ვერ მიხვდნენ, რატომ წაართვა ხანძარმა მათ საყვარელი სახლი, ტანსაცმელი, სათამაშოები. წლების განმავლობაში შეჭირვებული ოჯახის მიერ წვალებით ნაგროვები ყველა ნივთი ცეცხლმა ფერფლად აქცია. ბავშვები ცეცხლში დამწვარ ტანსაცმელს გექავენ, რომ იქნებ თბილი ჟაკეტი მაინც იბოვნონ, რომელიც ხანძარს გადაურჩა. სამწუხაროდ ვერაფერი ნახეს. ჭედრიშვილების ოჯახმა ამბნელ და ნესტიან სოროს შეაფარა თავი. ბავშვები სიცივისგან იყინებიან, შიმშილისგან კი გონებას კარგავენ. შეხედეთ ამ პატარა ანგელოს ტყუპებს. ლევანი და დავითი ჯერ სულ რაღაც 3 წლის არიან, მაგრამ მათი პატარა გული იმხელა სიკეთეს იტევს, რომ ყველა გაოგნდებით. შეხედეთ, თავადაც მშიერი ბავშვი თავისთვის ვერ იმეტებს პურის ერთადერთ ნატეხს და საყვარელს ამიკოს აჭმევს საკუთარი ხელით. ღმერთო, რამხელა მადლია ამ პატარა ანგელოზებში. დღის ბოლოს შიმშილისგან დაუძლურებული ბავშვები ცხელს ჩაისვამენ და გაყინულ თითებს თბილ ფინჯანზე ითბობენ. ღმერთო, ეს ხომ საშინელებაა. ამ ცეროდენა ბავშვებმა გარეთ შეშანახეს და სახლში მიაქვთ, რომ დედიკო მიქნებ დაჟანგებული და გახრეტილი ღუმელი როგორ მეაანთოს. მალე ეს შეშაც ჩაიწვება და საბრალო ბავშვები სიცივისგან ისევ გალურჯდებიან. ჭედრიშვილების ოჯახს ამნესტიანი სოროს დაცლა მალე უწევთ და ხომ წარმოგიდგენიათ ეს რასაც ნიშნავს. ყინვაში, ქუჩაში მოუწევს დაძინება 6 დაძმას. ეს კი თითქმის სიკვდილის ტოლფასია. მეგობრებო, ამ დამწვარი სახლიდან კედლები შემორჩა. კეთილო ადამიანებო, ყველამ რომ თითო აგური საყიდელი ფული გავიმეტოთ, ოჯახი კედლების ამოშენება შეძლებს და ამ პატარა ანგელოზებს ქუჩაში არ მოუწევთ დაძინება. გადარიცხეთ ნებისმიერი თანხა ჩერნოვეცკის ფონდის ოფიციალური საიტის მეშვეობით.